დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, რომ დღემდე 33 წლიანი დევნილობის გამოცდილების შემდეგაც პრობლემაა, ზამირ კვეკვესკირის მორიგი რიგითი დევნილის თვითშეწირვის აქტმაც აჩვენა. ნაკლებად არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თითქოს დევნილები არიან მხოლოდ ბენეფიციარები, რომლებიც რაღაც დროს მიიღებენ მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და მოხდა ამ საკითხების სრული დეპოლიტიზება. მათ შორის პოლიტიკური პარტიების ინტერესი დევნილი თემის მიმართ მცირდება და მათი მხრიდან დევნილების საკითხებზე მსჯელობის მაგალითებიც უკვე ძალიან მწირია. და ვფიქრობ, რომ ბატონი ზამირი კვეკვესკირის ეს უმძიმესი ტრაგედია და პროტესტის რადიკალური ფორმა სადღაც არის რეაქცია სწორედ აი ამ არაღიარებაზე და პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრობაზე, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. თორემ შეტო ვერ უყურებენ დევნილებს, რატო ვერ ხვდებიან? იმიტომ რომ იციან, რომ არაფერს დევნილების არ აკეთებენ და ნებისმიერ კითხვას, რომელსაც დევნილი ადამიანებისგან ისინი მიიღებენ, მათ პასუხი ამ კითხვებზე არ აქვთ. და ასევე იციან, რომ დევნილები არიან დაღლილები და ყელში აქვთ დევნილებს ამოსული მათი ამ შანტაჟის, მოტყუების, დაიმედების პოლიტიკა. დევნილებს ნდობა აქვთ გამქრალი, ნდობის ტოტალური კრიზისია ამ ინსტიტუციებთან მიმართებით. ამიტომ იციან, რომ ამას აზრი არ აქვს, ეს არაფერს არ შეცვლის მათთვის. და მეორე ნაწილად შეხება საბინაო პოლიტიკის გამჭვირვალობას. მათ იციან, რომ არც რიგითობა აქვთ, არც სტრუქტურა აქვთ, არც სამართლიანი წესრიგი აქვთ ამ პროცესში. და არაფერი, რასაც ჩვენ რის გამჭვირვალობასაც ჩვენ ვითხოვთ. ანუ რის გამჭვირვალობასაც ჩვენ ვითხოვთ, ის არ არსებობს. იგულისხმება გაწერილი ჩამოყალიბებული და სტრუქტურიზებული საბინაო პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში 33 წელია არსებობენ, დევნილ პირთა 40% სახელმწიფოსგან საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე ჯერ კიდევ რჩება. 2026 წლამდე დასრულდება თბილისში, ზუგდიდში, ბორჯომში, ქუთაისში და რუსთავში მასობრივი ჩასახლების პროექტები დევნილების 6000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ამ 5 ლოკაციაზე ბინებს, ერთოთახიანს, ოროთახიანს, სამოთახიანს. ეს არის თითქმის 20-25000 ჩვენი თანამოქალაქე. მარტის ბოლოს, აპრილის თვეში ჩვენ ვფიქრობთ, რომ 800 მეტი ბინა გაიცემა დევნილებზე, რომლებაც განაცხადი შეიტანის ქუთაისის ბინებზე. გარკვეული ვარ ზოგადად საზოგადოების რაღაცა გარკვეული ნაწილისგანაც, ეს ბულინგი ყოველთვის რაღაცა რომ უნდა ამ დევნილებზე რაღაც მათხოვრული მასში ყავარ გამოყვანილი და ასევე პოლიტიკურ პროცესებიდან თვითონ პოლიტიკიდან. ჩვენ ყოველთვის გვითხოვთ ხოლმე, რომ აი ყველას ქონია პრეტენზია იმაზე, რომ აი ჩვენს გარეშე რატომ წდება ხო ის საკითხები, რაც ჩვენ გვეხება. დევნილთა საჭიროებების შესწავლა, რომ მათთან კომუნიკაციითა და მათი ჩართულობითაა აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით ელემენტარულია, თუმცა დევნილები სწორედ ამ მხრივ არსებულ ხარვეზებზე ჩივიან. აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ფართომასშტაბიანი კვლევა ყველა დევნილი ოჯახის, რომ გავიგოთ აი დღეს რა საჭიროებები არსებობს, მეორე განსახლების პროგრამები, რომელიც არსებობს, უნდა იყოს მოკლე ხანში დამთავრებული და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის შემდეგ გაგრძელდეს აუცილებლად განსახლების პროგრამა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ის რაც არის უკვე გეგმებში არ აკმაყოფილებს ყველას, ვინც არის გაჭირვებული. და მესამე ეს დევნილების ჩართულობა. ანუ ყველა ის პროგრამა, რომელიც კეთდება, ადრე სამინისტროს და სააგენტოს ჰქონდა ძალიან კარგი ღიაობა. თუნდაც დღეს, როდესაც ვსაუბრობთ დევნილების პრობლემებზე, განსახლებაზე, მათ სოციალურ-პოლიტიკურ თემატიკაზე, დევნილებმა თავიანთი თავი იპოვონ ამ პროტესტში, რეალურად დაინტერესდნენ აი ამ პროტესტით. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეცადოთ პოლიტიკური სუბიექტები, ცალკე სამოქალაქო ორგანიზაციები, რომ გავზარდოთ აი ეს ინტერესთა სფეროებით და რეალურად პროტესტში დაინახონ ამ ადამიანებმა საკუთარი თავი. ყოველთვის თუ დააკვირდებით, ახალი ბინები გადაეცემათ დევნილებს არჩევნების წინ. ან ოქტომბერში თუ არჩევნები ოქტომბრის ბოლოსა, ან სექტემბერში გააჩნია, როდის არის არჩევნები დანიშნული. ეს არის ფაქტობრივად თან კორუფციულია აშკარად ამ ბინების დარიგება. გვაქვს კიდევ მეორე პრობლემა, რომ არასაკმარისია. ამ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის რიგში 33000 დევნილი ოჯახია. სამინისტროს ცნობით 2025 წლის ბოლომდე 13000 დევნილი ოჯახი დაბინავდება. ნინო დალაგიშვილი, ამერიკის ხმა, თბილისი.